დავბრუნდით ეთერში და შემოგვიერთდა სტუმარი, რომელმაც ყველა მოგვხიბლა და მოგვაჯადოვა. ლიკარი გვალა მოდელი, რომელიც არ უშინდება არანაირ ექსპერიმენტს და არ შეუშინდება, იმიტომ რომ ამ სილამაზებს ვერაფერი ვერ შეცვლის. მე ესე მგონია, როგორი ვარცხნილობაც არ უნდა გაიკეთოს. ძალიან წარმატებულია თავისი პატარა ასაკის მიუხედავად და ისიც უნდა აღნიშნო, რომ როცა უყურებ, ცოტა უფრო დიდს გავს, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულია და ძალიან საინტერესო გამომეტყველება აქვს, რაც ცოტა იშვიათი არის ხოლმე პატარა გოგოებში, ხო? მოგესალმებით და მადლობთ, რომ დღეს ჩვენთან ერთად. მიხარია რომ ამ სტუდიაში ვარ. ჩვენ იმიტომ გადავწყვეტეთ შენი მოწვევა, ისედაც ბევრი წარმატებული ქართველი მოდელი არ ყავს, მაგრამ ამ წარმატებასთან ერთად შენ როგორც თქვი უკვე ექსპერიმენტებს არ უშინდები, ხო? ბევრი ფოტო გვაქვს ნანახი სრულიად განსხვავებული ვარცხნილობით, შენ დაგითვლია რამდენჯერ წახვედი ესეთ თამამ ექსპერიმენტზე? დავაწყებინოთ ბოლო 1 წლის ჩვენთან ერთად გაიხსენე, აბა დავითვალოთ. ანუ პირველი იყო სიგრძის დამოკლება უბრალოდ, მეორედ იყო თმის ფერის შეცვლა შავად, მესამედ იყო ანუ ავპარსე მხოლოდ ნაწილი თმის, მეოთხედ იყო გათეთრება, მესამედ გავაწითლეთ თმა და კიდე გადავპარსეთ საბოლოო ჯამში, ანუ დავტოვეთ მხოლოდ ზედა მხარე და მე უკვე საბოლოოდ 0-ზე გადავპარსეთ. და ეხლა ვიზრდით როგორც მივხვდი თუ არა? არა, იმიტომ რომ თავდაპირველად გადავიპარსე, იმიტომ რომ მომენატრა ჩემი საკუთარი ბუნებრივი ფერი, მაგრამ დაახლოებით თვენახევარი გავიდა და ხვდები რომ კიდე მინდა, სხვა მინდა. რაც ახლა გაქვს, ანუ ეს არის ბუნებრივი ფერი. ეს არის ბუნებრივი ფერი, კი. შენ ყველაზე კომფორტულად როგორ თმაში გრძნობ თავს თუ არა აქვს მნიშვნელობა, რომ გამოდიხარ ესეთ? ყოველთვის ვცდილობ რომ მოვირგო. ანუ ის რა მდგომარეობაში ჩემი თმა არის, რა სიგრძეც აქვს, რა ფერი, ვცდილობ რომ ყოველთვის მოვირგო მაქსიმალურად. მე იცი რა მაინტერესებს. ყოველთვის შეიძლება ეს შენი პირადი გადაწყვეტილებაც არ იყოს, ხო, ამ სფეროში, როცა ხარ შეიძლება ვიღაც კონკრეტულმა დიზაინერმა გთხოვოს ვისი მუზას ხარ, ან ფოტოგრაფმა, სტილისტმა, თუ ყოველთვის შენი ინიციატივა. საბოლოო ჯამში ეს მაინც ჩემ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, მე შემიამაზე არ დავთანხმდე, ანუ არ ვთქვა. ყოფილა ესეთი შემთხვევა, როცა კონკრეტული გადაღებისთვის შეგიცვლია ან კონკრეტული ფოტოსესიის. კი, ყოფილა, ეს იყო შონ მაგაზინისთვის ქონდა გადაღება და პირველად მოხდა სხვათა შორის ქართველი ფოტოგრაფი და ქართული მედია საერთოდ ფოტომედია მოხდა პირველად ამ ჟურნალში. სხვა ჯიჯი რეჯინის პროექტი Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის პარკებში. მაშინ რა უკენი? გავათეთრეთ თმები და წარბები. წარბებით პრინციპში ძალიან ბევრი ცნობილი მსახიობი აკეთებს იგივეს, რომ იყვნენ თქვა განსხვავებულები, მაგალითად ჩვენ ყველას გვახსოვს დემი მურის ძალიან ლამაზი ვარცხნილობა, მოკლე, გადაპარსული თმით და ვფიქრობ, რომ ეს მოდელის და მსახიობის პროფესიული ნაწილია, მაგრამ მე როგორც ხვდები, შენ ეს პროფესია რომც არ აგერჩია, მაინც ესე თამამ ექსპერიმენტებს მიმართავდი შენ ცხოვრებაში. კი. ალბათ, თვლი რომ ესა იქნება. ხო, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ აი რაზე მეტყოლებს, როდესაც ადამიანი ამდენ ექსპერიმენტებს ატარებს თავის საკუთარ თავზე და იმასაც ჩამოვყალიბდით ნაწილობრივ, რომ ეს შეიძლება აი ბუნებიდან შენი ხასიათიდან ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას ამჟღავნებდეს თვითონ აი ამ თმასთან, თუნდაც თმის შეჭრა, ან უბრალოდ ფერის შეცვლაც და აი შენ შემთხვევაში აი მე პირადად მაგ ხოლმე შეგრძნება, როდესაც თმის ფერს ან სიგრძეს ვიცვლი, რომ ახალი ადამიანი ვარ და ვიწყებ ახალ ცხოვრებას. ნუ ამ წელს მქონდა 7-ჯერ უკვე ეს შემთხვევა და ძალიან კარგია. ნუ ზოგადად ვთვლი, რომ თუ გინდა და თუ გაქვს იმის სურვილი, რომ თმის ფერი შეიცვალო ან მისი სიგრძე, ეს არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ალბათ ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი რამე არის არ უნდა იდარდო, იმიტომ რომ გაიზრდება. მარტივად. და ჯობს რომ ის რაც გვინდა, ეს გავაკეთოთ, მით უმეტეს, როცა ასეთი ხელმისაწვდომია და ასეთი მარტივია ამის გაკეთება. რასაც თეონა გვეუბნება და რასაც შენში გვეუბნება. შენს გარშემო შემომყოფ ადამიანებს ყველაზე ძალიან რომელი ვარცხნილობა ან ფერი ხო? თვალისწინებ ხოლმე ასრს. შეიძლება ვინმე იყოს განსაკუთრებული, ვისი აზრით მნიშვნელოვანია შენ. კი, ანუ ამ შემთხვევაში ვითვალისწინებ ხოლმე ჯიჯი რეჯინის აზრს და ძირითად შემთხვევაში ემთხვევა ჩვენი აზრები და ჩემს ირგვლივ ძირითადად აქვთ უფრო საშუალო სიგრძის თმა, ანუ ზაფხულის მოსვლასთან ერთად იღიავებენ ამ თმას. არა, მე დავიგულისხმე, იცი შენზე რომელი მოწონდათ ყველაზე ძალიან თუნდაც შენ მეგობრებს. აი ყველაზე მეტ კომპლიმენტს ჩემს ყოველთვის მოსწონთ ის რაც არის. ხო, ამას არც მეტყვიან, რომ ადრე ჯობდა. ხო, არაფერს არ უთქვამს, ხო, ეგეთი რაღაცა. და ჩვენ შევხვდით, რომ არც უნდა უთხრა ეგეთი რაღაცა, რომ ეგრე. ეს ალბათ მოქმედებს მაინც შინაგანად, მე გექნება საკუთარ თავთან გექნება იმის კომპლექსი, დაგრჩება
შინაგანად და მე გააგრძელებ ამაზე ფიქრს, ასე რომ ხო, ერთი ადამიანიც როცა გეუბნება ვისი აზრით ჩვენთვის საინტერესოა, რომ თქვა არ მოწონ, შეიძლება მანამდე შენ ძალიან მოგწონდა, მაგრამ იწყებ ფიქრს, რომ იქნებ მართლა ნუ გააჩნია რამდენად ექცევი სხვისი აზრის გავლენის. ვარცხილობის ისტორიის ცვლილებასთან ერთად, იმიტომ რომ თქვა იყო პერიოდი, როდესაც გრძელი თმა, წითელი თმა, იყო პერიოდი, როდესაც ტვიგი ძალიან ცნობილი მოდელი, მან შემოიტანა მოდაში ეს მოკლე ვარცხილობა და პირველად რეაქციებზე რასაც ყვება, რომ მამაკაცები ვარდებოდნენ შოკში, რომ როგორ ქალებმა წაგვართვეს მამაკაცურობა მოკლეთმა, თუმცა შემდეგ მოდაში შემოვიდა ისევ თქვა სხვადასხვანაირი ბრიჯიტ ბარდოს ვარცხილობა, მაგრამ მაინც ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მამაკაცებს მოსწონთ საშუალოზე ცოტა გრძელი, მოვლილი, ბუნებრივთან ახლოს მყოფი თმა. შენთან დაკავშირებით ახლა ხომ არ გიგრძნია, რომ უფრო რაღაცა ვარცხილობა უფრო მოსწონთ, თქვა არა სტილისტებს, არამედ უბრალოდ იმ ადამიანებს, რაც შენ მოსწონ ხარ და რომლებიც კომპლიმენტებს გეუბნებიან სამსახურის გარეთ. არა, სხვა შორის არ მიგრძნია, ну, რა მდგომარეობაში იმყოფება ჩემი თმა და მე თვითონ რა მდგომარეობაში იმყოფები, ყოველთვის ყველას მოსწონს. მე პირადად ვთქვი, რომ თავი არა შენ მოგწონდეს. ეს თუ მოგწონს, ეს შენ გიხდება. ყველას მოეწონებ, იმიტომ რომ შენდაჯერებული ხარ. რა თქმა უნდა, მთავარია რომ არ მისცე უფლებას სხვას რომ შენი თავდაჯერებულობა შეარყიოს, თუმცა ესეთ რაღაცები ხდება. ამისგან არავინ ვართ დაზღვეული და კიდე ერთი კითხვა მაქვს, აი, თქვათ, ხშირად გიწევს ალბათ უცხოეთში გადაღებებზე სიარული და ჩვენთანაც არის თქვათ განსხვავება, აი, თმის მოვლასთან ან ზოგადად მოვლასთან დაკავშირებით რაიმეს აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას თუ თქვათ იგივე რეჟიმია რაც აქ არის, რა შეგიძლია რომ გაგვიზიარო ამ გამოცდილებით და საზღვარგარეთ ნახევარი წელი მუშაობდი შანხაიში და პირველი შემოთავაზება რეალურად იქ მქონდა რომ თმის ფერი შემეცვალა, ну, მაშინ ვიყავით 16 წლის. და რა შეიღებე? უარი ვთქვი, იმიტომ რომ მაშინ მქონდა ის დამოკიდებულება, რომ ჩემი თმა ბუნებრივი ფერი და ну, აი როგორ. სულ რაღაც 3 წელი გავიდა და აი, შენ თვითონ ფერი შეიცვალა 30 ჯერ ამასობას. ანუ თმის მოვლა თვითონ სხვა შორის ამით ყურადღებას აქცევენ, იმიტომ რომ როდესაც მაკიაჟს და თმას გიკეთებენ, თავზე და სახეზე გიკეთებენ მასაჟს ამ დროს იქ. ძალიან საინტერესოა. კი, ანუ ჯერ გაქვს რელაქსაცია, იმიტომ რომ სახე თუ შეშუპებულია, რა თქმა უნდა, ძალიან ადრე მქონდა დილით გადაღებები და რომ მოდუნდეს და შენც რო დაისვენო. ნუ მაქსიმალურ კომფორტს გიქმნიან ამისთვის. ხო არ მივიდე საკოსთან მასაჟის გასაკეთებლად. არ ვიცი კითხე. სხვათა შორის ეკრანზე შევამჩნია საგრიმიოროში, რომ შაკო ყავდათ სტუმრად და ყველა ეს ექსპერიმენტი რაც შამიტარებია შაკოს გაკეთებულია. შეგამკვეთრეთ ერთმანეთს. შენი შაკოს ხელები როცა ერთვება საქმეში, იქ იცი რომ ყველაფერი კარგად იქნება და მეც გამოცდილი მაქვს ჩემსრება გადაწყვიტა რომ გამიკეთოს, იმიტომ რომ ვერ მივხვდი, მე ამას გაშლი, ხო? ხო, ეს არის რაღაცა ახალი ფერი და საკო. იცი, მე ვფიქრობ ეს ძალიან გეხმარება მოდის კვირეულების დროსაც, ხო, აქტიურად ხარ როგორც ჩართული, რაც უფრო მარტივად იცვლი გარეგნობას, ეს ალბათ იმ დიზაინერებისთვის, ვინც თანამშრომლობს, შენთან ძალიან ისეთია. კომფორტულია. Mercedes Fashion Week-ზე როგორც ვიცი, ერთ-ერთი შენი წარმატება, ანუ წინსვლა გამოიწვიოთ ამ პროექტში მონაწილეობამ, როგორც ჩვენ ვიცით, ერთ-ერთმა ცნობილმა მოდის კრიტიკოსმა შეგაფასა შენ როგორც მე წავეკითხე პირველად მე ავნერვიულდი სიხარულისგან მე და მე მახსოვს Facebook-ზე ეს ფოტოები ძალიან ბევრი ადამიანს ჰქონდა გაზიარებული როგორც წარმატება ქართველი მოდელების რაც ჩვენ ყველას ძალიან გვახარებს იმიტომ რომ ვთვლით რომ საქართველოშიც ბევრი ძალიან ლამაზი გოგოა და კარგი იქნება თუ ისინი საერთაშორისო ასპარეზზე ხო და აი მე მინდა რომ აი მაყურებელმა რომ გაიგოს კიდე უფრო კარგ მიხვდეს თუ რაზეა საუბარი ესე იგი მოდის კრიტიკოსი ერთ-ერთი ძალიან გავლენიანი ქალბატონი რომელიც ამავე დროულად არის ბლოგერი ხო ესეც უნდა ვთქვათ Instagram-ზე გააზიარა ესე იგი ლიკას ფოტოსურათი სადაც წერია ოღონდ აი ძალიან ბევრი ძახილის ნიშნებით რომ ვინმე ნიუ-იორკში თუ შეიძლება გააფორმოთ ეს საოცარი ქართველი გოგონა მისი სახელია ლიკა 18 წლის არის იგი არის მეტრა და 75 თმა ძახილის ნიშნები თვალისფერი the eyes ანუ თვალები და მომწერეთ პირადშიო თუ სერიოზულად გაინტერესებთ ამას რა მოყვა მაშინ ეს უკვე შენ გაინტერესებს
არსებობს, იმიტომ რომ ეჭვმა აი კოლგეს თანამედროვე ისტორიები. აი ესე აღობა. გასიკო ინსტაგრამი და ხდება. ფეხსაცმელს აღარავინ კარგავს. ყოველობენ ინსტაგრამზე. მოყევით შენი ამბავი. რამდენიმე აგენტოდან მქონდა გამოხმაურება ნიუ-იორკიდან და ასევე პარიზიდან. ერთ-ერთი არის IMG, რომელიც როგორც ვთქვით, პირველი აგენტოა მსოფლიოში. უბრალოდ ეს პროცესი პირველ რიგში ძალიან დიდი ხანი მიმდინარეობს. და მეორე გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რაც უნდა, ანუ რომელსაც მოვაგვარებ და დაახლოებით მომავალი წლის დასაწყისში გეგმება ჩემი წასვლა. ეს ნიუ-იორკში თუ პარიზში? ნიუ-იორკში. მიუხედავად იმისა, რომ შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ, მაინც თმის ამ ექსპერიმენტებს მოყვება თმაზე, ვთქვათ, თმის სტრუქტურის ცვლილება. მithumetes შენ ისეთი ფერი გაქვს, რომ ამ თმის ფერს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. რაიმე ესეთი საიდუმლო ხო არ გაქვს, მაგალითად, აი არგანის ზეთი, ქოქოსის ზეთი, რომელიც დღეს თანამედროვე თავის მოვლის პროცესში განსაკუთრებულ ადგილს პოულობს. შენ ხომ არ გაქვს რაიმე ესეთი? ანუ კონკრეტულად ესეთ რაღაცას არაფერს არ ხმარობ საერთოდ, უბრალოდ მე ვთვლი, რომ ის პროდუქტი, რითაც იცვლით მის ფერს, უნდა იყოს ძალიან ხარისხიანი. ეს არის პირველი. ანუ რაიმე ესეთი განსაკუთრებული ხრიკები შენ არ გაქვს. არანაირი. ძალიან კარგი. საბაკო, შენთან რა ხდება? აბა როგორ მოგწონს? აი რაღაცა ბოლოს ტრეხი. მე მეგონა ეს ერჩებოდა და ნახე თურმე რა ჯადოსნობა გააკეთა. მე ხომ ვთხარი რომ არაუდარეული მინდა რაღაც 20 წუთში მოხდა საკოს თან აი მანეს რამდენად ჩანს მაყურებლის, მაგრამ იმდენად სასიამოვნო პროცესია თმის შეჭრა ამ შემთხვევაში, რომ ფიქრობ მარტო დარბილეთ თინა რას გეტყვის ყველაზე ძალიან ეგ მაინტერესებს. შენ თვითონ თუ მოგწონს, მე ყველაზე ძალიან ეგ მაინტერესებს. აბა მე ძალიან მომწონს. მომწონს და ეს არის რა ქვია ბილი ჯანსაღი რაღაცნაირი საუბარი. კი, ნამდვილად ასეა. რა წაუსვი, მაინტერესებს ამიზეთია, ეგ საიდუმლო. ჯადოსნური და რა წაუსვი, კითხე და გაიცინე და აი რაღაცა უნდა არ გეტყვის, მაგრამ მე კი ვიცი რა. შაკო, შენ ხო დაგვპირდი რომ რაღაც მარტივ ვარცხნილობასაც გასწავლითო და აბა სად არის? აბა სად არის? შეკიშალო მოდი. აი ხლა უბრალოდ თქვენ დაკავებ გართული იყავით, ეხლა რაც გავაკეთე იყო ძალიან მარტივი, რაც შეუძლია რომ ყველამ გაიკეთოს. მშრალით მაიწიოს, შეიკრას რეზინით და უთოთი 3-4 ნაწილად გაყოს. ჩემზე რა გავამეორებ ყველაფერი არ. მე დაიშალოს და ესეთი ეფექტია ბუნებრივი. ძალიან მარტივი. თუ ძალიან დაგლილი არ ხარ და საკოზე თუ ძალიან არ დაიღალე, ჩემზე გავამეორებ და მეც ვისწავლე, იმიტომ რომ იქ კი ვსაუბრობდით, მაგრამ მე თვალს გადევნებდი თან და ვაკვირდებოდი როგორ გააკეთე, დაახლოებით დავინახე. მოდი. ჩემ თავზე ვიცი რომ მაინც ვერ გავამეორებ, მაგრამ ვიცი რა, ცუდი იდეა იყო ეთერში თმის შეჭრა, ახლა საერთოდ არ მოვშორთ. ძალიან ლამაზი ხარ და გაქვს უფლება. მოდი ჩვენთან. ცოტა სახელ გასაწმენდი მაქვს, გამარჯობა ქალბატონო, გამარჯობა, მოგწადით. საკო ძალიან კარგი. გრძნობ ცნობების. კი, გრძნობ, მაგრამ მე არ დამავიწყდება არასდროს, როდესაც ერთ გადაწყვეტ ძალიან გრძელი თმა მქონდა. ახლა შენს მოკლედ თმაზე გამახსენდა და სამსახურში რაღაც ჩვეულებრივება მეწყობა და გამოვედი და წავედი მამაკაცების სალონში და ნულზე გადავიპარზე, ასე ვთქვათ. ის გრძნობა დაგიჯდებოდა ის გრძნობა არაფერთან არ ასოცირდება. აბა მიდი ახლა მაყურებელს ავუხსნათ, რას ვაკეთებთ, ხო? ჯერ ვარცხნით, იმდენი რაღაც მეკეთა თავზე, მე მგონი. შეკო, იგივეს ვაკეთებთ, ხო? როგორ შეიძლება რომ მარტივად სახლის პირობებშიც გაიკეთო. კარგი, კარგი, ამას რა თქმა უნდა სხვისი დახმარების სხვისი დახმარების გარეშეო, მაგრამ მე მაინც დამჭირდება შენი ყურადღებით. კარგი. ესე იგი, ვარცხნით, ვწერთ ზევით. კი. კრავ რეზინით. რეზინით. ნუ ეს რეზინა მე ძალიან არ მიყვარს. ხო, აქამდე კაუჭიანი. ამ ეტაპამდე მარტივად გავაკეთე. რეზინის არ აქვს. არ აქვს. შვეულებრივი რეზინით რო შევკრებთ, არ იქნება. და ვყოფთ 3 ნაწილად. ნუ თმის ისკინა გამომდინარე 3 ან 2. 2 ან 5. თუ სულ 3 ღერით ვაქვა. და ერთი გაკეთებისას დავკარგეთ და ხდება ვარიანტი რომ 2 კიკინა უნდა გავიკეთოთ აქეთი. იცი რა, ეს პრაქტიკულია, იმიტომ რომ მე მგონი სახლში შეგვიძლია, მით უმეტეს რომ ესეთი უთოები ბევრს აქვს უკვე თმის უთო და თუ თმის უთო არა, ის შეგვიძლია გამოვიდე. ნუ ეს ისეთი მარტივი რამა, მე მგონი ეს არავის არ გაუჭირდება, მას ძალიან დიდი ხო და გამიკეთეთ ხოლმე შენ. წვალება გაგიკეთებ დიდი სიამოვნებით და დავამაგროთ, ხო, იმიტომ რომ შეინარჩუნოს ის ფორმა, ეხლა რაც დავახვით, ეგრევე არ უნდა დავაგდოთ, ხო?
არ შეგუშალოთ და შეინერჩუნოს ის სამად გაიყოთ, ყველაფერი გიხდება სხვათა შორის. სამად გაიყო, ესე იგი ძალიან ცოტა თმაც ახატულია გულის ფორმის სახი არ გამოვიდა. მაქვს გულის ფორმის, მეგონი უფრო რა. მეგონი შეურაცხყოფით მე. არა. პირიქით ყველაზე ტრენდული გულის ფორმაა. შენ ეს ვარცხნილობაც ძალიან მოგიხდება, ეხლა სარკეში რო ხედავ, ზევით ესეთი პატარა ფონჩი. მაკოს არ უყარს უბრალოდ ექსპერიმენტები, თორემ შენი ვიზუალი იძლევა იმის საშუალებას, რომ ძალიან ბევრნაირი შევცვალოთ, თეონა, შევცვალოთ რა. აი ლიკარიდან ავიღებ მაგალითად. აი ნახე რამდენი მაგალითი გყავს. მე არ ვარ შენი მაგალითი, რამდენჯერ შევიცვალე ვარცხნილობათ მისფერი. აბა ძალიან. ეს დღესასწაულოთაც გამოდგება, მე მგონი ეს ვარცხნილობა. მე მაინც უფრო სადა ვარ. ნახე რა მარტივად, მეგონი 3 წუთიც არ გავიდა. არა, ძალიან მარტივია. მანახე. აბა, უკან გადაწიე თავები. მაგრამ ალბათ გებია. ვალა. ხო, რაღაც მოცულობას მატებს ძალიან თმას, არა შაკო როგორც მე მივი. აი ესე მარტივად, რა კარგია. აბა მაჩვენე მე ძალიან მომწონს. თან მართლა ძალიან ცოტა დროს მოითხოვს. მაკოს დილით გაიკეთებ ხოლმე სანამ ყავას სვამ სამსახურში მაგრამ მე ფაქტიურად ესე მაქვს ხო შაკო მე არ მჭირდება მე ისე ვაწვალე ჩვენი შეგიხდება ხო ნუ ვიცი მაგრამ ყველაზე მეტად ელემენტი შაკო უღრმესი მადლობა ძალიან მომწონს მოგწონთ თქვენ კი ძალიან და თავარია მარტივია ჩვენი სტუმარით საუბრობდა რომ ბუნებრივ სადა ვარცხნილობაზე კარგი არაფერი არ არის. მაინც. აბა შაკო, მოდი შემოგვიერთი შენც. შაკო, შენ როგორ უკმაყოფილი ხარ ჩემი ვარცხნილობით? სხვათა შორის ფერზეც ვისაუბრეთ ჩვენ და ისეთი ვარიანტი და რჩევა მომცა. დავტოვოთ, განვახორციელოთ. აჰა. მაშინ შემდეგ სამშაბათს მე ყველა არ მითხარი მგონი ჟღალზე ხო? თან რომ მივიდე, უბრალოდ ფორმა არ შემიცვალა, თორემ მართლა აი ფერთან დაკავშირებით უფრო მიადვილდება ექსპერიმენტების ჩატარება ვიდრე ფორმა. შაკო, თუმცა არსებობენ ქალები, რომლებსაც ძალიან უყვართ გრძელი თმა და თვლიან, რომ ეს არის მათი შარმის და ქალურობის ნაწილი და ტრენდჯიზე მე მათთვისაც მაქვს ცალკე სტატია მომზადებული, რატომ როგორ შეიძლება მოუარო გრძელ თმას, რომელიც რა თქმა უნდა ბევრად რთულად მოსავლელია ვიდრე მოკლეთმა, რამდენიმე მათგანი მინდა რომ გაგიზიარო და შენი აზრიც მაინტერესებს. პირველი არის რომ უხეშად იმშრალებენ თმას, იმიტომ რომ სისხლის მიმოქცევა ადგეს, აი ზუსტად შენაც ახსენე, სისხლის მიმოქცევა რო ადგეს თმის კანიდან, პირსახოცით კარგად იმშრალებენ კანს, რაც მერე უფრო სისხლს აწვდის თმას და თმა უფრო სწრაფად იზრდება. მეორე რჩევა, რომელიც მე არ მიცდია და მინდა რომ ვცადო, ეს არის პილინგი თმისთვის რომელიც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ სახლის პირობებში შამპუნთან ერთად და კიდე ერთი ვარიანტია, რომელსაც მე აი ბავშვობიდან მიჩვეული ვარ, ეს არის ფართოკბილიანი სავარცხლით საღამოს კარგად თმის დავარცხნა იმის რომ ის ზედმეტი თმა და ხშირად ზედმეტი ნეგატიური ენერგიაც რო წაიღოს ამ თმის და ერთი რჩევა რომელიც არ ვიცი შენ დაეთანხმები თუ არა ეს არის რომ თმის უთოს გამოყენება ყოველდღიურად არ არის რეკომენდირებული განსაკუთრებით თუ გვინდა რომ თმა გავიზარდოთ. შენ რა სიტყვი ამასთან დაკავშირებით? რა შეეხება სისხლის მიმოქცევას და ანუ გააქტიურდეს ეს კანი და თმა იყოს ჯანსაღი, ამისათვის არსებობს ნატურალური სავარცხლები. უნდა იყოს ხის, ეს პირველ რიგში, არ უნდა იყოს რკინა, არ უნდა იყოს პლასმასი, რომ გააღიზიანოს კანი და დააზიანოს, ასე ვთქვათ, შეიძლება ვერ ვამჩნევთ ჩვენ, მაგრამ ეს ხდება მაინც. ეს არის უმთავრესი, რომ ყველამ გამოიყენოს ხის სავარცხელი, სასურველია. რაც შეეხება, ანუ გამოყენება უთოს, ანუ შეიძლება, მაგრამ არსებობს აქ უკვე დამცავი საშუალებები, ძალიან ბევრი საშუალება არსებობს, მაგის ფუფუნება გოგონებს აქვს, რომ ვთქვათ, შეიძინონ და გამოიყენონ ეს თერმოდამცავი საშუალებები, არ დაუზიანდება თმა და სრულიად იცავს თმას თუ ანუ თავიდან თმას და რაც მთავარია, ანუ სჭირდება ძალიან, ასე ვთქვათ, სუბუქი და ნაზი მოპრობა თმას. არ ჭირდება რაღაც უხეშად ძლიერი რაღაც. ესე იგი უხეში გამშრალება მეთოდი არ არის. ანუ ფენი მაგალითად ანუ ჯობია რომ ცოტა დიდი ხანი გაგრძელდეს გაშრობის პროცესი, ვიდრე სწრაფად გაიშო და დაიზიანო. დაბალ სიმძლავრეზე გქონდეს, ანუ ჯობს და ნაკლებად ცხელი ჰაერი. სასურველი და უფრო იმორჩილებ, უფრო მოყვება და სასურველ ფორმასაც აძლევ.
ამ გრძელთმაზე ერთხელ გამახსენდა გოგონებო თქვენ კი იცით ალბათ გეცინებათ ამაზე მაგრამ მე აღარ მეცინება ხო იცოდით რომ ძალიან მინდოდა ამ თმის დაგრძელება ნატურულობდი გრძელთმაზე და ერთ მშვენი ერთ დღეს აი გავბედე და წავედი დავიგრძელე თმა რა თქმა უნდა ჩემი ჭია გავახარე და ის გახარება იყო მხოლოდ 3 კვირით და თან როგორც ვიცი არ არის თქვათ იაფფასიანი ნამდვილად არ იყო იაფფასიანი ნამდვილად არ იყო მაგრამ მივხვდი რომ ამაზე კარგი მაინც აი შენი რო არის რთულად შევიგუე ხო მაინც ხოცხეულია რაღაც კი აბსოლუტურად გეთანხმები და ამიტომ მაგრამ მაინც გავიხარე იმიტომ რომ მინდოდა რასაც დიდი ხანი ვნატრულობდი აი სარკეში აი ეს რო გავაკეთე ძალიან გამექნება რაპუნცელის ახალი მოდელი კი მაყოსი შენი სიტყვა გრძელი მქონდა ძალიან და ძალიან მოკლედ შევიჭერი იმის მერე ესეთი ექსპერიმენტი არ გამიკეთებია და ვაჩუქე ჩემ მეგობარს რომელსაც უნდა და დაგრძელება და დადიოდა და მე ჩემი თვით რაღაცა უცნაური შეგრძნება რა პრინციპში რომ უცნაური შეგრძნება არ არის შენი თვით რომ ვიღაც დადეს რომ შენ რო იცი რომ ახლობელი ხდება ის ადამიანი შენ ყოველ შემთხვევაში მე მგონი ვუთხრათ მაყურებელს რომ ცვლილებების არ შეეშინდეთ ეს თამამად შემიძლია ვუთხრა არ შეუშინეთ ახალ ვარცხნილობებს ექსპერიმენტები ჩაატარეთ ხშირად და ამით ცხოვრება ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება მე თუმეტეს ხანდახან როდესაც ჩვენი ყოველდღიურობა რუტინაში გადადის ხოლმე და არის ძალიან ერთფეროვანი ჩვენ ერთ წელიწადში კიდე უნდა მოვიყვანოთ ლიგა და ნახოთ რამდენი ექსპერიმენტს ჩაატარებს ვუსურვოთ რომ ძალიან წარმატებული იყოს მისთვის ეს წელი ხო და შაკოს ვუსურვოთ რომ სულ ესეც საინტერესო ადამიანებთან უწევდეს მუშაობა როგორც ლიკაა და წარმატებულებთან რა თქმა კი ნამდვილად მოდი სულ შევიზვენოთ სულ ცოტა ხნით და რეკლამის შემდეგ დავსვამთ იმ კითხვას რომელსაც ძალიან ხშირად გვეკითხებიან არ თხოვდები როდის თხოვდები ვინ სვამს ამ შეიტყვი მაგას ნახოთ დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ სწორედ ამ თემით